საქართველოში პენსია დღეს ძალიან მცირეა. პენსია, რომელიც 370 ლარია, არ ყოფნის ელემენტარულ საჭიროებებს, როგორიცაა მედიკამენტები, საკვები და კომუნალური გადასახადები. ჩვენი გუნდის ინიციატივაა, რომ პენსია 200 ლარით გაიზარდოს, რასაც მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიარდი ლარი სჭირდება. ამაზე კი ოცნება უარს აცხადებს. ეს ყველაფერი იცი ფონზე ხდება, როდესაც პარლამენტის 30 დეპუტატი მილიონერია, როდესაც მინისტრების ხელფასი 16,000 ლარია, როდესაც წინა წლის ბიუჯეტიდან 600 მილიონი ლარი ვერ აითვისეს და ყოფილი პრემიერის სახლიდან ხედავთ როგორ ამოიღეს 7 მილიონი ქეშად და როგორ გამოიტანეს ოქროს ზოდები. საბოლოოდ კი ამ ქვეყანაში მოსაპარი ფული სულ აქვთ, ჩინოვნიკების გასაზრდელი ხელფასების ფული სულ აქვთ, მაგრამ პენსიების გასაზრდელი არა. თუ შენ ეთანხმები ჩვენს ინიციატივას, რომ პენსია დღეიდანვე გაიზარდოს 200 ლარით, გააზიარე ეს ვიდეო.